ტრამპმა ტერორი დაამყარა ჰავანაში მას შემდეგ, რაც დროებითმა გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანჩმა ცხადად თქვა, რომ რაულ კასტრომ მხოლოდ ძველი ამბავი აღარ არის. ძველი საქმეა, მაგრამ ამერიკული მართლმსაჯულების სამიზნედ რჩება. და მტკიცედ განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად ჩამოიყვანს კუბელ დიქტატორს, როგორც ეს ვენესუელელი დიქტატორი ნიკოლას მადუროს შემთხვევაში გააკეთა. ამ შაბათს 2026 წლის 30 მაისს სიახლე პროკურორის განცხადებაშია. შეერთებული შტატები სურს კასტრო მაიამის ფედერალურ სასამართლოში წაიყვანოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. კუბის დიქტატურა ცდილობდა რაულის რევოლუციის მარადიულ სიმბოლოდ წარმოჩენას, მაშინ როცა კუნძული ჩაძირულია ელექტროენერგიის გათიშვებში, საკვების და მედიკამენტების დეფიციტში და შიშში. ეხლა ძველი კომუნისტი ლიდერი აღმოჩნდა სისხლის სამართლის ბრალდებების, დიპლომატიური ზეწოლის, სანქციებისა და კარიბის ზღვის რეგიონში საგანგებო გეგმების გარემოცვაში. რა შეიცვალა? რატომ ახლა? როგორ აძლიერებს ტრამპი წნეხს? ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი გაწელვის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ტოდ ბლანჩმა Fox News-თან განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ბრალდება შოუსთვის არ წარადგინა. მან თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს რაულ კასტრო წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და მთავრობა იმოქმედებს, რათა სცადოს მისი სასამართლოში მოყვანა. ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ის საქმეს სიმბოლური სფეროდან გამოაქვს. კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უკვე გახმაურდა 2026 წლის 20 მაისს, მაგრამ ახალი ის არის, რომ პროკურორი პროცესს ხმას, ზეწოლას და საჯარო განზრახვას აძლევს. ჰავანასთვის ეს განგაშის სიგნალია. მაიამისთვის ეს ხელახლა აღძრავს მოთხოვნას, რომელიც ძალიან დიდი ხანი იყო შეჩერებული. საქმე ეხება თავდასხმას, Brothers to the Rescue-ის თვითმფრინავებზე, ორგანიზაციაზე, რომელიც ცნობილია კუბელების დახმარებით, რომლებიც ზღვით გარბოდნენ კუნძულიდან. 1996 წლის თებერვალში ორი უიარაღო სამოქალაქო თვითმფრინავი კუბელმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს და 4 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის მართლმსაჯულება რაულ კასტროს და კიდევ 5 პირს, რომლებიც რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი, ამ თავდასხმასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ადანაშაულებს. დიქტატურა ყოველთვის ცდილობდა ეს შემთხვევა სუვერენიტეტის დაცვა წარმოეჩინა, მაგრამ ამერიკული ვერსია ამ ფაქტს განიხილავს როგორც სამოქალაქო პირების მკვლელობას საერთაშორისო წყლებში და დანაშაულს, რომელიც პასუხს მოითხოვს. დონალდ ტრამპი ეხლა ამ ბრალდებას იხენებს როგორც ზეწოლის ნაწილს, უფრო ძლიერ ზეწოლას კუბის ხელმძღვანელობაზე. თეთრი სახლი მხოლოდ წარსულზე არ საუბრობს. ის წარსულს იყენებს იმისთვის, რომ აწფხო ალყაში მოაქციოს. რაულ კასტრო უკვე აღარ ჩანს მხოლოდ როგორც რევოლუციის გადამდგარი ფიგურა, ის ჩნდება როგორც ბრალდებული ფედერალურ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია მსხვერპლებთან, ოჯახებთან, ემიგრანტებთან და კუბურ საზოგადოებასთან სამხრეთ ფლორიდაში. რეჟიმს სურდა კასტროს სახელი მორალურ ფარად ექცია. ვაშინგტონი კი ამ სახელს სამართლებრივ პრობლემად აქციოს. ჰავანამ რეაგირება მოახდინა ისე, როგორც ყოველთვის რეაგირებს, როცა ნარატივის კონტროლს კარგავს. კუბის ხელისუფლებამ ისაუბრა აშშ-ის მხრიდან მუქარაზე, აგრესიასა და პროვოკაციაზე. მაგრამ ეს რიტორიკა სუსტია. როცა თავად კუბის ხალხი დეფიციტს ებრძვის, რეჟიმი გარეზე წოლაზე ჩივის, მაგრამ შიდა რეპრესიებს ინარჩუნებს. ვაშინგტონს უჩივის, მაგრამ ოპოზიციას დევნის. ამერიკულ სასამართლოს უჩივის, მაგრამ თავის სასამართლო სისტემას იყენებს ახალგაზრდა და მომიტინგეების და დაუცველი ოჯახების წინააღმდეგ. ზეწოლა უკავშირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ამერიკულმა მედიამ გაამჟღავნა. აქსიოსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მთავრობა აფასებს კუბის რეჟიმის კოლაფსის შესაძლებლობას უკვე ამ ზაფხულს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაგეგმვის სავარჯიშოები ჩაატარეს კუნძულზე არასტაბილურობის სცენარებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონი არ სურს მოულოდნელად აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, თუ კუბა ჩაძირვა ქაოსში, ელექტროენერგიის გათიშვების, ეკონომიკური კოლაფსის, პროტესტებისა და თვითკომუნისტური ელიტის შიგნით დაპირისპირების გამო. მარკო რუბიო ამ სურათში ერთ-ერთ მთავარ ხისტხაზის წარმომადგენლად გვევლინება ჰავანას წინააღმდეგ. ტრამპის ადმინისტრაციაში ასე ფიქრობენ, კუბის დიქტატურა მხოლოდ სიტყვებით ვერ გადარჩება. ის გადარჩენას ფინანსური ქსელის, რეპრესიების, დაზვერვის, სამხედრო კონტროლისა და ავტორიტარი მოკავშირეების მხარდაჭერის ხარჯზე ახერხებს. ამიტომაც ამერიკული ზეწოლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. როცა დონალდ ტრამპი ამ ქსელს აჩერს, სამიზნე არ არის რიგითი კუბელი, რომელიც რიგებში დგას ელექტროენერგიის გათიშვას და დაბალ ხელფასს უპირისპირდება. სამიზნე არის ელიტა, რომელიც აკონტროლებს სასტუმროებს, ტრანსპორტს, ვალუტას, ვაჭრობასა და ბიზნესს, მაშინ როცა ხალხი კრიზისის ტვილს ატარებს. ბლანჩის სიტყვები ასევე გზავნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც საჯაროდ იცავს რაულ კასტროს, შემდეგ კი ცდილობს კარი ღიად დაიტოვოს შეერთებულ შტატებში.
ამერიკის მთავრობა იყენებს ვიზის შეზღუდვებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეჟიმებთან, რეპრესიებთან და მთრულ სტრუქტურებთან მხარდაჭერასთან. ეს ცვლის ვიზასთან დაკავშირებულ გათვლებს. სირთულე ისაა, რომ ვერ დაიცავ ჰავანაში დიქტატურას და ამავე დროს მაიამი ოჯახურ თავშესაფრად ბიზნესის მარშრუტად ან გაქცევის გეგმად გამოიყენო. პროკურორის ფრაზა ნათელსფენს იმათ, ვინც ორ სამყაროში ცხოვრობს. ერთი მხრივ ანტიამერიკული რიტორიკა, მეორე მხრივ კი ამერიკული სარგებელი. კარიბის ზღვის რეგიონში მოძრაობა კიდევ უფრო აძლიერებს ალტის შეგრძნებას. ამერიკულმა მედიამ აჩვენა, რომ სამხრეთის სარდლობა კრიზისულ სცენარებს აკვირდება, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია აფასებს შესაძლო პასუხებს, თუ კუბაში არეულობა მოხდება. ამ რეგიონული ზეწოლის ფონზე აუიამზიდი იუსეს ნიმიციც ხშირად იხსენიება. არ არის საჭირო ეს ომის ფილმად გადააქციო, რომ მესიჯი გაიგო. თეთრი სახლი უნდა რომ ჰავანა მიცოდეს, მას აკვირდებიან. თუ დიქტატურა შიდა კონტროლს დაკარგავს, ვაშინგტონი უკვე სწავლობს, როგორ დაიცვას ამერიკის ინტერესები, საზღვრები, გუანტანამო და რეგიონის სტაბილურობა. კუბის რეჟიმი გზნობს დარტყმას, რადგან მასი მთავარი იარაღი ყოველთვის იყო ყველაფრის დროით გაწელვა. მსხვერპლთა დაღლილობის მოლოდინი, პროცესების ჩაკდომა, მსოფლიოსთვის დავიწყების საშუალების მიცემა, პოლიტიკური დამნაშავეების პატივსაცემ მოხუცებად გადაქცევა. ტოდ ბლანშის სიტყვა არ ღვევს ამ კომფორტს. როცა ის ამბობს, რომ კასტროს სასამართლოს წინაშე ხილვა სურს, ის ამით მიანიშნებს, რომ ასაკი, პროპაგანდა და დიპლომატიური სიჩუმე პასუხისგებლობას არ აქრობს. ტრამპისთვის მაქსიმალური ზეწოლა აუცილებელი არ არის სროლით დაიწყოს. ის შეიძლება დაიწყოს სასამართლოთი, სანქციით, ვიზის დაბლოკვით, ფულის კვალით და იზოლაციით. ტრამპი ასევე არჩევს ორ რამეს, რომელსაც მემარცხენეები განზრახურავენ. კუბის დიქტატურის წნეხი არ ნიშნავს კუბელ ხალხზე შეტევას. პირიქით, ამერიკის მთავრობა ცდილობს მიზანში ამოიღოს ხელმძღვანელობა, რეჟიმის ოპერატორები და მანქანა, რომელიც კუნძულს ტყვეობაში ამყოფებს. როდესაც რეჟიმი ამბობს, რომ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატებია დამნაშავე, უნდა ახსნას, რატომ აპატიმრებს ოპონენტებს, რატომ აკონტროლებს მედიას, რატომ დევნის პროტესტებს და რატომ ცხოვრობენ მისი მოკავშირეები უკეთესად ვიდრე მოსახლეობა. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს იურიდიული და დიპლომატიური გზით. მაიამიში მიმდინარე პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება, იქნება ორდერები, ოფიციალური მოთხოვნები და საერთაშორისო ზეწოლა. სანქციები სავარაუდოდ კვლავ შეეხება ფინანსურ ქსელებს და კუბის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს. თეთრი სახლი ასევე სავარაუდოდ შეინარჩუნებს საგანგებო გეგმებს კუნძულზე შიდა კრიზისის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ელექტროენერგიის გათიშვები და საკვების დეფიციტი ახალ პროტესტებს გამოიწვევს. ბლანშეს განცხადება თემას არ ასრულებს. ეს უფრო მკაცრი ეტაპის დასაწყისია. რაულ კასტრო ამ ეტაპზე ფიზიკურად დაცულია დიქტატურის მიერ, მაგრამ პოლიტიკურად გაშიშვლებულია ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე. ჰავანა შეიძლება ყვიროდეს, დაადანაშაულოს და სცადოს ყველაფერი ტრამპის წინააღმდეგ პროპაგანდა დაქციოს. მაგრამ ეხლა არსებობს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის საჯარო განცხადება, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კასტროს მაიამიში პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კუბის დიქტატურა იცის, რომ ეს მხოლოდ ახალი ამბავი არ არის, ეს გაფრთხილებაა. და როდესაც ტრამპი ამ გაფრთხილებას სანქციებთან, სამხედრო დაგეგმვასთან და დიპლომატიურ ზეწოლასთან ერთად აორცელებს, შიში კუბის ხალხზე არ ვრცელდება. ის ვრცელდება იმ ელიტაზე, რომელმაც 10 წლეულები გაატარა იმის რწმენაში, რომ პასუხისგება არასდროს მოუწევდა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად დაგაინფორმირო. სიახლეების, ბიახლეების, ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ დაინტერესდე. ასევე უფრო მეტად ჩაერთე მილსონ ალვესის საზოგადოებაში.